2 or 3 microphones. The sound does not fade. Our blendcast begins. It begins. ეს ბლენდკასტია და დღეს სტუმრად ყავს ადამიანი, რომელიც უბრალოდ კომპანიებს არ მართავს. ის რეალურად ქმნის სტრატეგიას, მისდევს ტენდენციებს და ავითარებს მომხმარებლის გემოვნებას. დღეს ჩვენი სტუმარია ალგორითმ ჯგუფის გენერალური დირექტორი და Aircraft International-ის მართველი პარტნიორი რეზო ფერაძე. მოგესალმებით, გამარჯობა. მოგესალმებით რეზო. დღეს ცოტა სხვანაირი კუთხით მინდა თქვენი თავი გავაცნო მსმენელს, არა როგორც მენეჯერი და დირექტორი, არამედ ადამიანი, რომელიც წყვეტს, რას სვამს ქვეყანა. ერთ-ერთი ადამიანი შეიძლება, ესე ვთქვათ, სულ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ ჩემ თავზე. როგორ ფიქრობთ, დღეს ვინ მართავს ბაზარს? ეს არის მომხმარებელი თუ ბრენდები? მე ვფიქრობ, მომხმარებელი მართავს ბაზარს. უბრალოდ ბრენდები ცდილობენ უშუალოდ მომხმარებელზე მოახდინონ გავლენა სხვადასხვა მარკეტინგული და ალბათ მოერგონ კიდევაც. რა თქმა უნდა, მოერგონ კიდევაც. მაგრამ მე ვფიქრობ და მარტო ჩემი აზრი არ არის, ტენდენცია ეგ არის, რომ საბოლოო მომხმარებელი განსაზღვრავს ყველაფერს ამ მიწოდების ჯაჭვში. ანუ თქვენ უფრო ქმნით მოთხოვნას თუ პასუხობთ? ჩვენ უფრო პასუხობთ მოთხოვნას, მაგრამ ვცდილობთ, რომ ჩვენი ხასიათიც მივაყოლოთ ამ მიწოდების პროცესში. არსებობს თუ არა საქართველოში გემოვნების სტანდარტი დღევანდელი დღით? თუ ჯერ უფრო ფორმირების პროცესშია? გემოვნების სტანდარტი გარკვეულწილად ალბათ ჩამოყალიბდა, ძალიან ფართოცნება არის მაგაზე ესე ჩემი ძალიან სუბიექტური შეხედულებით ალბათ კი გარკვეულწილად ჩამოყალიბდა, ესეთი ცვალებადი და ამოუცნობი და დაუტრეკავი ეგრეთ წოდება არ არის, მაგრამ წინაწლამდე ბევრ ცვლილებას ხედავთ, ეს გლობალური ტენდენციებიდან გამომდინარე ხდება და ბუნებრივიც არის სამომხმარებლო ბაზარზე. ჩვენ პირდაპირ გადავედით რაღაც ოფიციალურად თქვენს კითხვებზე და მაგრამ თავარი ჩვენი ბლენდკასტის პირველი კითხვა რაც არის, ეს არ დავუსვით. ეხლა მინდა შეგეკითხო, სად იყო, როდის იყო, როდესაც თქვენ პირველი ვისკი დააგემოვნეთ? თუ გაგახსენდებათ? ხო, თუ გამახსენდება, კარგი კომენტარი არის. პირველი ვისკი ალბათ აი სტუდენტობისას მახსოვსო ჩვენი ძმაკაცის დაბადების დღე იყო და პირველად მოვხვდით ალბათ 2010-ში ვისკის სახში ვარაზე და ანუ შევედით, ანუ ვიცოდი თუ ჯეიმისონი და გვეყიდა ეს ინსტრუქცია ქონდა და შევედით და რომ ნახე უბრალოდ რა სასმელები იდო და მაშინ თან მით უმეტეს ვისკის სახლებში ძალიან ესეთი ეკლექტური ასორტიმენტი იდო, ბევრი სინგლ მოლტების რა და ეგ რო ნახე და თან რაღაცა კონიაკებში რაღაცა რიჩარდი და ლუი მაშინ არ იყო, მაგრამ რიჩარდი იყო. რამდენი წლის იყავი მაშინ? ვიყავი 20-ის ალბათ. და ამხელა უკეც გქონდათ, ხო, ამდენი? არა, მე მაშინ არ მუშაობდი ჯიდიში, არც. არა, მაგრამ აი სინგლ მოლტი როცა იცი, რიჩარდი როცა იცი. არა, ეხლა მე რატომ მაშინ არ უბრალოდ ამდენი ბოთლი თუ იყო სასმელი მე არ ვიცი. მაშინ მრავალფეროვნება ნახე. ხო, რა მრავალფეროვნება ვნახე და ანუ ეგ მაგდენი ბოთლის სასმელი თუ არსებობდა მართლა, არ მეგონა ვიცოდი რა, ჯეკ დენიელსი, ჯონი ვოკერი და ჯეიმისონი რა. და დააგემოვნეთ? და ანუ ვიყიდე ჯეიმისონი და იქ მერე დაბადების დღეზე დავაგემონეთ კი ის ბოთლი და როგორი იყო ეხლა ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ ნუ ეგ მახსოვს რომ ეგ ბოთლი გაიცალა. აი საიდან უფრო გახსოვს, აი ვისკის გემო რო გაიგე და უკვე რო იცოდი რომ რა არის კარგი, რა არის ცუდი და რა გახსოვს პირველი რაც მოგეწონა. ვისკი აი ერთხელ მახსოვს პროსტ ძალიან ძაფრად, ანუ მე მანამდე შეიძლება რაღაც ვისკის ვსვავდით, მაგრამ აი მახსოვს ლაბორატორიუმი იყო ეგეთი ბარი ადრე სოლაკში და მან გქონდათ აი რაღაც ძალიან ისეთი ბოთლები რომ ანუ ვერ შეხვდები რა ეხლა ვერ შეხვდები ბარში მე მგონი იყო კრაგანმორი მის დიაჯეოს პორტფელის რა და ხო და ანუ უბრალოდ მაშინ უკვე სასმელებში ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა ეს სახელი ვიცოდი რა და
მეთქი აი ეს გამასინჯეთ და ანუ რო დავლი აი ეს რო დამარტყა ეს single malt და კრაგან მორის აი რაღაც თავისებური გემო ანუ იმას მიქნა რა იმას მიქნა გემოს პალიტა რა თქვა წამიშალა რა მანამ ხარ თბილისის ვისკის ფესტივალის მხარდამჭერი და სპონსორი ფესტივალის დაწყების დღიდანვე დღემდე მოყოლებით და მადლობა ამისთვის, მადლობა მინდა მოგიხადოთ, ან თობისთვის მინდა მადლობა მოგიხადოთ და ესეთი შეკითხვა მინდა დაგისვათ არაფორმალური მხარი, არამედ სტანდარტულად მაინტერესებს, რას აძლევს ფესტივალი დღეს ბაზარს? ფესტივალი პირველ რიგში არის თავშეყრის ადგილი ყველა იმ ადამიანის და ყველა იმ ბიზნეს ჯგუფის, ვინც არის ამ ინდუსტრიაში ჩართული და ეგეც ნუ თავისთავად ისეთია. ღირსშესანიშნავი მოვლენა არის, ყველა ერთმანეთს ვნახულობთ, ერთმანეთს უზიარებთ აზრებს, გეგმებს. სულ არაფერი უბრალოდ საზღვრავ რამხელა არის დაინტერესებული ადამიანების არეალი რა, ამდენი ადამიანი. და რასაც ყოფთ, იზრდება მომხმარებელი, როგორც ვთქვათ, ხარისხობრივად, ისე რაოდენობრივად? კი ბატონო, მე მგონია რომ მომხმარებელი ხარისხობრივადაც და რაოდენობრივადაც იზრდება, უბრალოდ ბოლო ეს 1-2 წელია რომ აი ბოლო წლებში როგორ არის? ფესტივალი ზუსტად ეს 2 წელი არსებობს და ამას მნიშვნელოვნად წაეხმარა გარკვეულწილად სასმელების ინდუსტრიაში გლობალურად სერიოზული ცვლილებები არის, სერიოზული უკუსლები არის, ასე ვთქვათ, მოხმარებასთან დაკავშირებით. კორონას მერე, კი. კორონას მერე ავარდა მოხმარება, მერე შემცირდა უცებ ბევრი ფაქტორია. ეხლა ჩვენს რეგიონში და განვითარებად ბაზრებზე ესე მნიშვნელოვნად პირიქით იზრდება, მაგრამ დანარჩენი, ანუ ტრენდსეტერი რეგიონები რა, ჩრდილოეთ ამერიკა და ევროპა სტაგნაციაში არიან, იკლებს. გვაქვს შეხვედრები და ყველა მაგას აღნიშნავს გლობალურად. ყველა ბრენდი იძახის, რომ უკან წამოვიდა აი კორონას მერე. ხო, ბევრი ფაქტორია რა, ინფლაციური ეფექტები არის, იქ წყვილდუნარიონების შემცირებაც არის, რაღაც ენერგეტიკული კრიზისები, აი ცოტა გლობალური თემები არის, მაგრამ როგორც გავიგე, ჯენზის არ უყვარს ალკოჰოლი დიდად. ხო, ნუ ეგ ხშირად ისმის. მე ცოტა სხვა შეხედულება მაქვს მაგასთან დაკავშირებით, მე მგონია რომ ჯენზის უბრალოდ ანუ ალკოჰოლის მოხმარების ადგილებმა და დრომაც ცოტათი ანუ გადაინაცვლა რა მე ეგრე ვხედავ ამას რაღაც ადრე თუ იწყებდნენ ალკოჰოლის მოხმარებას რა ზასულობის ან 18+ ასაკში სულ ზონებიდან უფრო სწორედ ზემოთ ეხლა ალბათ მე მგონია 5 წლით გადავიდა წინ რა და როგორც აღნიშნავენ ეხლა ეს გლობალურად ბრენდები გაიზარდა დაბალი ალკოჰოლის მოხმარება. ხო, ეს ძალიან როგორც ვთქვა, ნიშური სეგმენტია და დამახასიათებელია კონკრეტული ისევ რაც ვთქვი, ტრენდსეტერი რეგიონებისთვის, ეს არის ევროპა, ჩრდილოეთ ამერიკა, კი რაღაცა წილი, რა თქმა უნდა, წაიღო და უბრალოდ ზრდა აქვს დიდი, თორე გლობალ, ანუ ჯამურ მოხმარებაში, ანუ ჯერჯერობით ირელევანტურია რა ეს მოსულები. ისეთი ის არის. უბრალოდ ზრდა არის დიდი და ხა პროცენტულად მაგრად ჩანს, რაღაცა 800% იზრდება წლიდან წლამდე, ვა მაგარია, მაგრამ ნომინალურად რო შეხედო ბიზნეს საერთო იმ ჯამში არაფერი არ არის ჯერჯერობით, არაფერი არის ჯერჯერობით. კი, ანუ შეიძლება ვთქვათ low alcohol კატეგორიაზე და RTD-ებზე ეგრეთ წოდებულ ready to drink-ები, აი ეს ქილაში კოქტეილები, ხო, დაბალ ალკოჰოლური, ხილის გემო ტკბილი, აი რაღაცა ლუდსარტმევს ვთქვათ, წილს. ეგენი მაგრად იზრდება და მოცულობაში ის დიდი არის, მაგრამ ნუ ეგ ჩვეულებრივი ალკოჰოლია და ეგ ის არის რა, მაგას ვერ დაარქმევ. რაღაც უალკოჰოლოს და აი საკე გაიზარდაო მნიშვნელოვნად თუ ამ ბოლო წლებშიო რა ეხა საფრანგეთში რო ვიყავით ფესტივალზე იქაც შეეთხო უკვე ცალკე საკეს ზონა იყო წარმოგიდგენია იმდენია მოთხოვნაც დიდია და იმდენი შემოიტანეს რომ გაიზარდა აი გლობალიზაციის ეფექტები არის ალბათ უფრო ეგეთ ეხა როგორ თქვა რეგიონალურ და ნაციონალურ სასმელებს გლობალიზაციის ეფექტები ზრდის და ნუ იაპონია ხა იაპონური კულტურა თვითონ სოფლიოში შემოდებული, რესტორნები, გასტრომხარები ძალიან ვითარდება და ალბათ, კი არა, ნუ ეგ არის ძირითადი დრაივერი, მაგის მოწონს. და ბევრსაც მოწონს ალბათ კი. ნუ ახალ გემოებს ადამიანი სულ ეძებს რა და შეიძლება ეგეც ისეთი საკე საკმაოდ გამორჩეული სასმელი არის ყველაფრისგან, შეიძლება ადამიანმა იპოვოს მაგას. მე ჩვენ ქვეყანას დაუბრუნდები, ძირითადად ჩვენს ქვეყანას ვეხებით და გვირჩევნია და გვინდა რომ
განმოვითაროთ, რაღაც როლი შევიტანოთ. როგორ ფიქრობ, აი ეს ჯგუფი ის ვისკის მოყვარულთა თქვათ ის საზოგადოება, რომელიც ჩვენს ირგვლივ არის და ის დეგუსტაციები, რომელსაც ჩვენ ვმართავთ ხოლმე, რამდენად ეხმარება დღეს აი ამ ცნობადობის გაზრდას და აი ამ კუთხით რა აზრის ხართ? ცნობადობის გაზრდას აუცილებლად ეხმარება ჩვენც ახლა ჩვენი გამოცდილებაც ხო ეგ არის ვისკის სახლი რო გაიხსნა პირველი თითქმის 20 წელი გავიდა მაგის მერე 18 წელი ანუ ხალხი ანუ ვისკის და რომს და კონიაკს ერთმანეთისგან ვერ არჩევდა რა მუქ სპირტებს და ზუსტად მაიმ ინდივიდუალური მიდგომით და დეგუსტაციებით და ამ გასინჯვით და ბრენდ ამბასადორების მოწვევით და აი ამ შეხვედრებით რა დავიწყეთ აი ამ კულტურის ჩამოყალიბება და შექმნა და მე რა თქმა უნდა ენთუზიასტები ხა ჩვენ რაღაც კომპანიას რაღაც ლიმიტი აქვს რისი გაკეთებაც შეუულია მე უკვე ენთუზიასტები რო აიტასებენ ამას რა თქმა უნდა უფრო ბუნებრივიც არის და უფრო დიდ აუდიტორიასაც მოიცავს ხო რა. ჩვენ ამბიცია გვაქვს რომ საქართველო გახდეს რეგიონალური ჰაბი ამ მიმართულებით და ჩვენი ფესტივალიც ესე რეგიონალური. ძალიან ლეგიტიმური ამბიცია არის. მე ვიტყოდი რომ ეხლაც არის საქართველოს ლიდერი მოწინავეა ალბათ რეგიონში იმ ასორტიმენტის სიმდიდრით, იმ ცნობადობით ამ ალკოჰოლის და ვისკის მიმართ განსაკუთრებით რაც არსებობს, ხო ჩვენი რეგიონი რაც არის მეზობელი ქვეყნები, იქ უფრო მაინც სომხეთ აზერბაიჯანში უფრო თეთრი სპირტი მოიხმაროს, თეთრი ალკოჰოლი მოიხმარება, რა ჩვენთან ეს ვისკის კატეგორია ძალიან მრავალფეროვანი არის, ეგეთი მრავალფეროვანი არ არის სხვაგან. მრავალფეროვანიცაა და მოხმარებაც არის. კი, მოხმარებას ვერ ვიტყოდი რომ ამ რეგიონში აზერბაიჯანში საკმაოდ მაღალი მოხმარება არის ვისკის, მაგრამ იქ კონკრეტული ბრენდები უყვართ და იმ ბრენდებს ერთგულები არიან იმ ბრენდების რა. ეგ მე ვფიქრობ რომ იმის ბრალია რომ ვისკის ცოტა დაბალი აქვს და სუფთა რეკლამაზე მუშაობენ ალბათ მათ ცნობად ვისკებს. ხო, ნუ ეგეც რა თქმა უნდა არის ფაქტორის, რა თქმა უნდა ფაქტორი არის ეგეც. ნუ ბევრი ალბათ სამზარეულოსთან შეხამების თემებიც არის, ბევრი ანუ როგორ მოიხმარენ რა გარემოში ადამიანები, სოციალური ფაქტორი, ბევრი რამეა რა სტატუსი. ჩვენ ახლა ბლენდკასტში ვართ და ჩემს ტრადიციულ შეკითხვას დაგისმევთ, ხომ ვერ გაიხსენებ რაიმე ეს საინტერესო ისტორიას ან რამე კურიოზი შეიძლება იყოს რამეს. რაც ჩვენს ვენებს გაახალისებს ან დაინტერესებს. ვიყავით შამპანში, რემი მარტენმა მიგვიწია შამპანში იმაზე შეფარულად იყო ვითომ რემი X-ოს ფარგლებში იყო ვიზიტი თამათ მეზონში თავისი დეგუსტაციებით ყველაფრით რომ ეს რემი X-ო კონიაკი როგორ ეხამება რაღაც სხვადასხვა აი ძალიან მაგარი რაღაცები გაგვასინჯეს შოკოლადი ხა ტრადიციული და კლასიკა არის მაგრამ პარმეზანს როგორ ეხამება მაგალითად ხო რა კონიაკი და ნუ აი ეს ეგ ნაწილი იყო და მე საღამოს სრულიად შემთხვევით რაღაცა იყო პროგრამაში რომ რაღაც black tie ის უნდა ყოფილიყო dress code ეს გამოვიბრანჭეთ სულ ყველანი და მე წაგვიყვანეს თვითონ სახლში ამ დამფუძნებლების მეპატრონების რა ძველი მეპატრონების ერთ-ერთ სახლში სადაც არის საცავი ამ ლუი დღესის რა ლუი მე-13-ესი რა სადაც აიდან სპირტები აიწყება 50-დან და ადის აი არ ვიცი 200 წლამდე ალბათ რა იქ არის ისინი კასრებისაც აწერია რაღაცა 1800 რაღაცა წელი ეს რეალურად თქვენი თვალით გაქვთ ნანახი ხო და ანუ თუ ჩვენ თვალით და შეჭდებათ კითხვა აქვთ ხოლმე რომ ნამდვილად არსებობს ნამდვილად ინახავენ აი არის ესეთი დიდ კომპანიებზე ეჭპარებათ ხოლმე ეჭვი რომელიც მილიონობით ბოთს უშვებს და მე ყოველთვის ლობირებ მაგ კომპანიებს რომ არის და გვინახია კასრების რაოდენობა. არ კასრების ნახე რაღაც კი ბატონო ეხლა იმას მართლა თავს ბაგაზე ვერ დადებ ეხლა რავი ყველაფერი შეიძლება მოხდეს მაგრამ ისეთი სკანდალები ყოფილა მაგრამ ჩვენ არ მე მართლა რაც მინახავს და რასაც გვიმტკიცებენ ამის საბუთები არსებობს ეგ არის რომ ყველაფერი არის იმ ასაკის რაც ასაკის აწერია და ანუ მთელი ის იყო ამ ფინალი ამ ისტორიის რომ ერთ-ერთი კასრი გაგვიხსნეს ჩვენ თვალწინ და იმ კასრიდან მოიღეს ეს ლუი დღესის არ ვიცი რა შეფასების სითხე და დაგვისხეს პატარა ჭიქებში და ხო კასრიდან პირდაპირ ადრე რო გამახსენდა ხო ადრე რაღაცა ბებია ბაბუის რაღაც ჯაჯის რა ქვია ჯაჯას რო ხო მოხდიდნენ ან ჯაჯას რო ხდიდნენ გვასინჯებდნენ და ეგ რო გვიხარო და უცებ გაიჩით ლუი დღესი აი მე გამახსენდა ეხა ერთი ისტორია
აი რეზოს ჭიქას უყურებ და Force Food-ის ლოგო აქვს და ამასთან დაკავშირებით პირველი ფესტივალის წინ მარკეტინგმა მომწერა, რომ გვესაჭირეობა Force Food-ის ლოგო. სანამ მე მივწერე Alco Retails, მანამდე დავსერჩე Google-ში ჩვეულებრივად, როგორც ყველაფერს ვეძებთ ხოლმე და ამ დროს Google-ში არ აღმოჩნდა Force Food-ის ლოგო. ვიფიქრე, რომ სახელი შემეშალა. ნახე მოწერილი, მე გადავამოწმე სახელი სწორი იყო, სწორ სერჩავდი და აღმოჩნდა, რომ თურმე არავინ არ იცის და Google-მაც არ იცის Force Food-ის ლოგო როგორია. მე მივწერე თამუნას და თამუნა გამოგვიგზავნა ლოგო. მაშინ დაიბადა და მაშინ შემოვიდა პირველად Force Food. მაშინ ჩამოტანილიც არ იყო 3 ყუთი გამოაგზავნი და DHL-ით და მე თვითონ ვიყავი მაშინ საბაჟო საწყობში მისული აეროპორტთან და მე თვითონ დავაკარი აქციზები რომ გამომეტანა ეგრეთლები იმიდან ეს იყო ფესტივალისთვის გამოგზავნილი პირველად. გამოგზავნილი პირველად წარდგენა მოხდა ფესტივალზე. ლოგოც არ იცოდა არავინ. და ისწავლა Google-მა ახლა ლოგო? ისწავლა. მე მგონი უფრო კარგად გაგვიმარტავთ ან აგვიხსნით რას გულისხმობდა საერთოდ ვალერი რა უნდა და რა ეთქვა მსმენელს რა გაიგოს იმიტომ რომ უკეთესად რა ბრენდია Force Food-ი და რა ბრენდია თქვა Dartford-ი. კი ბატონო, სიამოვნებით. Force Food-ი არის ჩვენი ფართო პორტფელის, ანუ Evercraft International-ის ერთ-ერთი ფლაგმანი ბრენდი. Evercraft International-ზე ვიტყვი მაშინ ორი სიტყვით, რომ Evercraft International-ი არის ჩვენი პროექტი, Alco Retail Group-ის პროექტია. ჩვენ ქმნით ეს ვეძახი Wine and Spirits Brand Development Startups რა, ესე ინგლისურად რო თქვა. ჩვენ ქმნით ბრენდებს, სრულფასოვან ბრენდებს, საზღვარგარეთ, ძირითადად, ანუ სხვადასხვა ქვეყანაში ქმნით საერთაშორისო მარკეტინგულ სააგენტოებთან ერთად, ზოგი გლობალური, მათ შორის აი Artford-ზე მაგალითად, აი უზარმაზარ სააგენტოსთან ვიმუშავეთ. ყველა ქვეყანაში, აი სადაც წარმოების ქვეყანაში ყავს წამყვანი პარტნიორები, იგივე სითხის მოწოდების თვალსაზრისით, ბოთლინგის თვალსაზრისით, ჩამოსხმის თვალსაზრისით, ამის კომპლექტაციის თვალსაზრისით. და მე უკვე მას ვიღებთ ამ ბრენდებს და ვავითარებთ ჩვენს ბაზარზე და რეგიონალურ ბაზარზე. აი, უნდა მეკითხა, მხოლოდ საქართველოს ბაზარისთვის არ იქნება ეს. კი, ექსპორტზეც და ექსპორტზე რა ჩათვალეთ, ანუ ჩვენ ფაქტობრივად ეს არის ჩვენი იდეა არის და მიზანი და ამას ჯერ ძალიან კარგად ვახორციელებთ, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ბრენდები, ანუ ეს არის საერთაშორისო კომპანია, უბრალოდ ისე აღმოჩნდა, რომ სათავე-ოფისი არის საქართველოში რა. თორე ყველაფერია ფაქტიურად საერთაშორისო რესურსებით და ძალებით არის შექმნილი. ეხლა ახალი ჯინი ჩამოგვიდა Halston-ში, რომელიც ანუ ერთ-ერთ ყველაზე ძველ და ყველაზე ტიტულოვან ჯინის ლენგლ დისტილერიაში არის დამზადებული სითხე. ნუ ბოთლი და დიზაინზეც მუშაობთ რომ იყოს ძალიან პრემიალური, მაგრამ კარგი ნამუშევარია, ლამაზი ბოთლია. ხო, სხვადასხვა ამ ბოთლმა Scotch Design Award-ზე აიღო ვერცხლის медали შარშანი, იმიტომ რომ დამზადებული არ იყო, ეგრე გითხრა ჩვენმა სააგენტომ, დამზადებული არ იყო, მარტო 3 დემო კაფები გაგზავნეს და მაგიტო ვერ მოვიგეთ ოქროო რა. თვითონაც ძალიან ამაყობენ. და ეს ჯინი წარმოდგენილი იქნება წელს ფესტივალზე, ხო, ჩვენთან? წარმოდგენილი იქნება კი წელს ფესტივალზე, შეიძლება ცალკე არ იყოს ეს, მაგრამ ვისკის სახლის ფარგლებში აუცილებლად იქნება კი. და ნუ ეს მიმართულება, ანუ ძალიან საინტერესო არის და ძალიან დიდ პრიორიტეტში არის დაყენებული ჩვენი მხრიდან. ამის გარდა, ანუ ეთნიკური პორტფოლიო ცალკე გვაქვს და ამასაც ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ და ძალიან მაგრად ვიმუშავებით, ასე მათ შორის არის ამბავი, ღვინო. ერთი-ორი სიტყვით ამბავზე მოგვიხევი. ამბავზე მინდოდა მეკითხა ღვინო. ისეთი თემაა ჩვენი ქვეყანა საქართველოს 8000 წლიანი ისტორიის ფონზე და ეხლა გვაქვს ამბავი. მოგვიყევი ამბავზე რა არის, რა ღვინოა, როგორ ამბავი არის სახელი როგორ მოიყვანა, ძალიან საინტერესოა ამბავიც ეს შემოქმედების პროცესი ძალიან ისეთია, ხანდახან ძალიან სპონტანური არის და ძალიან ისე აწყობი რა ამ პროექტებს. მე თვითონ ფინანსისტი ვარ და ამის რაღაც დიდი გამოცდილება აქამდე არ მქონია, რაღაც ბოლო 2 წელია რაც ჩამეში ჩავერთე და ჩვენი მარკეტინგის მენეჯერი იმ დროს ვინც იყო ლიკა სირაძე, მან აღმოაჩინა ეს პროექტი, ანუ იდეა გამზადებული იყო. ბეჰანს ედოთ უბრალოდ
ახალგაზრდა სტუდიო იყო, სტუდიოც არ იყო რა, ადამიანები იყვნენ, მუშაობდნენ სხვა სააგენტოში და ეს პროექტი კონდ გამზადებული რაღაც შოუკეისად ედოთ ბიჰანსზე და შემთხვევით წავაწყდით, დავეკონტაქტით ამ ადამიანებს და უკვე მაქედან აიწყო. ანუ გამზადებული პროექტი, ნახევრად გამზადებული პროექტი იყო რა, მაგრამ აი თვითონ უკვე ეს სტატიები რაც არის დადებული ეტიკეტებზე, ესენი ყველაფერი სახელდახელოდ ავარჩიეთ, რომ რაღაცა საბჭოთა პროკლამაციები არ ყოფილიყო შიგნით. პროექტი იყო გამზადებული, საუბრობთ მარკეტინგული კუთხით, ხო? ხო, ანუ მარკეტინგული მე ვიზუალ, აი თვითონ იდეა, კონცეფცია, რა მარტო კონცეფცია იყო რა, ანუ ბოთლზე ეს ამბავი და ეს ეტიკეტები ესე ძველი გაზეთების სტილში, ხო და ანუ იმდენად გამოირჩა თაროზე ეს ბოთლი ეტიკეტი რო შევხედეთ, ან ძალიან მოგვეწონა და ну ის კონცეფცია რა ყველას აქ ამბავი და ღვინო გიყვებოდეს ამბავს, ეს თემა ძალიან მოგვეწონა, ის ანუ პასუხობს როგორც რაღაც თანამედროვე სმელის სტანდარტს, ისე გამოსტილი სმელის. ძალიან ლამაზი სახელია. ხო, სახელი ძალიან ისეთია, უცხოელებსაც ან ძალიან როგორც აი კეჩი რო იტყვიან, ან უცხოელებსაც ძალიან გასაგები არის და მოწონს რა ყველას რა. და ნუ უბრალოდ ამას ჩვენი მეღონეობა არ გვაქვს, ჩვენი ჯერჯერობით ჩვენი წარმოება არ გვაქვს, მაგრამ ვაწარმოებთ, ნუ წამყვან მეღვინეობებთან, რა ხო ინივერიასთან პარტნიორობით ვაწარმოებთ პირველი სახეობა, პირველი 5 სახეობა, ეხლა მე 4 სახეობას ვაწარმოებთ custom crash 525 არის ეგეთი კომპანია. უმზადებს სხვადასხვა მეღვინეობას. საინტერესო კონცეფცია არის ეგეც და მათთან მომზადეთ ხა 4 სახეობას, გვექნება უკვე ამ თვის ბოლოს თუ ვერა. ფაქტიურად როგორც ვისკიშია ბოთლერები, ღვინის ბოთლერი ხართ. ღვინის ბოთლერი კი ეგრევა. ძალიან კარგი. ძალიან საინტერესოა, მე მგონია რომ ეს ამბები, ეს ამბავი მსმენელმა არ იცოდა და დაინტერესდა. ჩვენ მთელი ფილოსოფია არის, რომ ამ საცალო ვაჭრობაში და მომხმარებელთან ურთიერთობაში იმდენი გამოცდილება გვაქვს, რომ გვინდა, ანუ საუკეთესო ეს გამოცდილება რაც არის ავიღოთ და რაღაც ყველაზე, ანუ ოპტიმალური პროდუქტი შევთავაზოთ ბაზარს რა, ძალიან ისე ტექნიკური ტერმინით რო ვთქვა რა. გასაგებია. წინა ღვინის ფესტივალზე ჩვენ გავსინჯეთ საფერავი. ამბავის საფერავი. მე მახსოვს მაშინ ჩემი რეაქცია, რო არ ელოდები, რატომ რაღაც ესეთ გემრიელს, თუ აი რა ვიცი, ესეთ საინტერესოს და აი მართლა ძალიან მთელ ამბავს ყვებოდა ეს საფერავი. საფერავი გასინჯული და ძალიან კარგი. მიხარია ძალიან. ბლიცის დრო მოვიდა. ბაზრის შექმნა თუ ბაზარზე მორგება? ბაზარზე მორგება, მაგრამ ბაზრის შექმნაც. ეგეთ მაინც ჩემ აზრით არ გამორიცხავს რა. თქვენ შემთხვევაში ორივე ერთად არის ხო? ხო, ანუ ძირითადი ბიზნესი ბაზარზე მორგება არის, მაგრამ ახალი ბიზნესი არის ყოველთვის ბაზრის შექმნა. პრემიუმ თუ მასობრივი ბაზარი? მასობრივი ბაზარი. ემოცია თუ ლოგიკა გაყიდვაში? ორივე, იმიტომ რომ ემოციის გარეშე ამ პრემიუმ სასმელის გაყიდვა შეუძლებელია, მაგრამ ლოგიკის გარეშე ბიზნესის წარმოება არ შეუძლებელი. არის. ბრენდი თუ გამოცდილება? გამოცდილება. მომხმარებლის განათლება თუ უბრალოდ გაყიდვა? მომხმარებლის განათლება ცალსახად. რისკიანი გადაწყვეტილება თუ დაზღვეული ნაბიჯი? აქაც ორივე ალბათ, იმიტომ რომ დაზღვეული ნაბიჯი მიმდინარე სტატუს კოს შესანარჩუნებლად და რისკიანი გადაწყვეტილება უკვე ახალი ბაზრის გასახსნა. ახალი ბაზრებისთვის რისკია საჭირო. საერთაშორისო სტანდარტი თუ ლოკალური იდენტობა? აქაც ორივეს ვიტყოდი, მაგრამ უფრო საერთაშორისო სტანდარტი. ტრადიცია თუ ინოვაცია? აქაც ორივე. ანუ აქაც ორივე. ჩვენ ყველგან ანუ ჩვენს ბრენდებში ზუსტად მაგას თქვენი უნიკალურობა ზუსტად ამაში გამოიხატება. კი, ჩვენს ბრენდებში სულ ამაზე გვაქვს ხაზგასმა, რომ ვინარჩუნებთ ტრადიციებს, მაგრამ ასევე ვნერგავთ ინოვაციებს. ეხლა ისიც შეკითხოს დაგესვამ, რომ აქედან და არჩევანი გააკეთო. პარტნიორობა თუ კონკურენცია? კონკურენცია. აჰა. მარკეტინგი თუ პროდუქტის ხარისხი? პროდუქტის ხარისხი. მაგაზე თუ გინდა ერთი კარგი რაღაცა მაქვს დამახსოვრებული, ბევრი მახსოვრებს ზოგადად ციტატებს, მაგრამ პატრონის დამფუძნებელი, სახელიც არ მახსოვს იმ კაცის, აი რაღაც 0-დან იშოვა მილიარდები, ხო, რაღაც 2 მილიარდ გაყიდა ბოლოს კომპანია და მაგას აქვს მაგარი რაღაც ნათქვამი ალკოჰოლის ბიზნესში, ჩვენ ვართ გაყიდვების ბიზნესში, ჩვენ ვართ repurchase-ის ბიზნესში, ანუ მომხმარებელი მეორეჯერ ყიდულობს პროდუქტს რა და ანუ ამიტომ ეს არ არის რაღაცა
შეიძლება არ ვიცი ერთჯერადი კრეკერი გაყიდვა და არ არის. სარეცესული გაყიდო ისე რომ ადამიანი ანუ იმპულსურად გაყიდო და ალკოჰოლის და პრემიუმ სასმელში მით უმეტეს როდესაც იგივეს დაუბრუნდება მომხმარებელი ისეთი ეს სითხე უნდა ნიშნავს. დაახვედროს შიგნით ანუ ესეთი პროდუქტი უნდა შეკრა საბოლოო ჯამში რომ მეორჯერ ყიდვა მოუნდეს ადამიანს ეგ და არის აღარ მოგეშვას. ხო და სწორედ მგონი მაგასთან დავა ეს შეკითხვა სწრაფი ეფექტი თუ გრძელვადიანი ბრენდინგი. გრძელვადიანი ბრენდინგი ცალსახად მომხმარებლის გემო დღეს თუ ხვალინდელი ტრენდი. ეგეც ერთი მეორეს არ გამორიცხავს მე ვფიქრობ და ერთი მეორეს გარეშე არ გამოვა ანუ დღეს მიმდინარე ბიზნესი და მიმდინარე დღეს რო გადარჩე და იარსებო გჭირდება დღევანდელ ტრენდზე პასუხი მაგრამ უკვე მომავალ რო გაიზარდო იმისთვის გჭირდება უკვე სამომავლის განჯვრება ერთგულება თუ მასშტაბი. მასშტაბი ძლიერი გუნდი თუ ძლიერი ლიდერი. ეგეც ორივე მე ძლიერი გუნდის ძლიერი მარტო ლიდერი ვერაფერს იზამს. კი მარტო გუნდი თუ არ არის ლიდერი ვერ იზამს ვერაფერს ფასი თუ ღირებულება. ღირებულება ლეგენდა თუ ინოვაცია. აქაც ორივე ალბათ ლეგენდა ჩვენ ბევრი ბრენდი ვიცით საერთო საყვარელი ბრენდებიც გვაქვს რომელებიც ანუ აქვთ უზარმაზარი ლეგენდა მაგრამ ისეთი ინოვაციებს ნერგავენ მაკალანი მაგალითად მისი ახალი დისტილერით ისეთი ინოვაცია აქვს დანერგილი თან ისეთი ტრადიციას ინარჩუნებს რომ ეს ამას ორივეს პასუხობს ცალსახად 200 წლიანი ტრადიცია და ინოვაცია. დღეს რომ შექმნათ ვისკი. თქვენ. როგორ იქნება და რა სიტყვა და ის თქვენზე? 2 წლის წინ შევქმნით ეგრე ვისკი და უკვე ამბობს? უკვე ამბობს ცალსახად ვისკი უნდა ჩემი აზრით ვისკი უნდა იყოს უპრეტენზიო რა ანუ სმელი მომხმარებლისთვის ხო რა კარგი ვისკის არის რომელსაც ვსვლა და მოგწონს ეგრე უყურებ მე და აი რაღაცა ცულია ყველას თავი მოვაწონა ნამდვილად მაგრამ ისეთი რაღაცა შეგიძლია გააკეთო რომ ყველაფერს გასაგები იყოს რა არის ისეთი პროდუქტი თქვა რომლის არ გჯეროდათ და მაინც შემოიტანეთ და გაამართლა ზოგადად ჯგუფში იყო ეგეთი პროდუქტი მე მაშინ ახ მაგადაწყვეტილებას არ ვიღებდი მაგრამ ძალიან ისეთი კარგი მაგალითია მაგას ვიხსენებთ ხოლმე და ეგეთი პროდუქტი იყო იაგერმაისტერი რომელიც ანუ რაღაც ლიქიორი ტკბილი ბალახერბა ლიქიორი ამ ბაზარზე ნუ ძალიან ახალი და ვეგონა რომ იქნებოდა ვერი მუშაობა ხო სიტყვირთი იქნებოდა რა და ანუ პირველივე წელს რომ დაილონჩა როგორ ჩაუშვით ისეთი შედეგები დადო, ნუ თვითონ გერმანელები გაოსდნენ, რომ რა ხდებაო და ნუ ისე წავიდა მაგის მერე გაყიდვები, ნუ წლიდან წლამდე დღემდე ისეთი ზრდა აქვს, რომ აი წარმოუდგენელია რა. მოეწონა ესე ქართველ მოხმარებელს. კი, ქართველ მოხმარებელს ზუსტად აუბა თან ის იყო, ზუსტად იწყებოდა ელექტრონული მუსიკის ბუმი საქართველოში და ნუ აი ამას ძალიან შემავსებელი გახდა მოკლედ ახალგაზრდების სასმელია -18-ზე გაციებული. კი, ყველა თავისი, ანუ perfect serve-ით, ყველაფრით, shot machine-ებით და ნუ აი ძალიან ბრენდმა ძალიან მაგრად იმუშავა თვითონ განვითარებაზე და ნუ ეხ დღემდე არის მოწინავე ბრენდი ლიქიორის კატეგორიაში რა. ყველა ბარზე ძალიან ლამაზად არის ეს გამაციებელი shot machine-ები, კი. shot machine არის. სამი ბოთლი რომ არის ჩაშვებული შიგნით. არის რამე ისეთი, რასაც აი დღეს რო იწყებდე, ისი არ გააკეთებდი როგორც მანამდე თუ? არა, რამე ისეთი რო გითხრათ რომ რაღაცა თავი წავიმტრიეთ და არა, ვერ ვიტყოდი. კი, რაღაცა შეცდომები დაგვიშვია, რაღაცა დაგვიშვია შეცდომები, მაგრამ ამაზეც trial and error რა ჩვენ ეგრე ვსწავლობთ რა ხო როცა ინდუსტრიაში პირველი ხარ პიონერად ითვლები ხა ქართულ ბაზარზე მithumetes კი რა თქმა უნდა მე ყოველ ძალიან მიყვარს საერთაშორისო საუკეთესო მაგალითებიდან სწავლა და მაგალითის გადმოღება თუ შესაძლებელია მაგრამ არსებულ რეალობას რაღაცები ერგება რაღაცები არა და მე უკვე სწავლობ რა მე მინდა ისევ ჩვენს ფესტივალს დავუბრუნდე რამოდენიმე ესეთი შეკითხვა მექნება იყო გამართლა ის მოლოდინი აი თავიდან რასაც ჩვენგან ელოდით ან პირიქით არ ელოდით და ხო კი რო არ მოგატყოთ გულსფელი რო იყოს სრულია და ნუ ჩვენ ხო
მაგას ვიხსენებთ ხოლმე რომ ჩვენ რაღაც პირველი ფესტივალი რაღაც აი, ვისკის მაგაზე ახლა მინდა ჩაატარა ვისაუბრო, კი. 2016-ში, 2017 17-ში ბოდიში. მაშინ ანუ გამოხმაურება ან მაშინ დიდი რესურსი ჩავდეთ და საკმაოდ დიდი რესურსი ძალიან ბევრი ხალხი ჩამოვიყვანეთ, საერთაშორისო პარტნიორები, იქ ბრენდ ამბასადორები, ბარმენები და ну ისეთი გამოხმაურება ვერ მივიღეთ მაშინ ხალხის რაოდენობის ანუ ისე ჩვენი მეგობრები, ნაცნობები, პარტნიორები ხო ხალხიც არ იყო ეს და ანუ ეს რომ ვიცოდით ეს გამოცდილება რომ ქონდა რომ ახლა რესურსი გავიღეთ და ანუ ესეთი პატარა უკუგება მივიღეთ ჩვენ შემთხვევაშიც მოლოდინი არ იყო. ხო მოლოდინები არ იყო რა რეალურად და ну აი ის რომ მე რომ ნახეთ რომ პირველივე დღეს რიგი რო იდგა კარებთან და იმაზე ბილეთებზე რო მასქენით ტრაფიკი იყო მანდ მივხვდით რომ ხო ანუ უკვე ყველა ისე წავიდოდა ეს ფესტივალი რომ ანუ უკვე საქართველოს მზად იყო ესეთი ფესტივალისთვის რა და პირიქით ძალიან ანუ ჩვენ მოლოდინებს გადააჭარბა და მაგიტომაც არის ესე აქტიურად ვარ ჩართულები და ჩვენს რესურსებს არ ვიშურებთ რომ ჩართულები ვიყოთ კიდევ ერთხელ მინდა ამისთვის მადლობა მოგიხადოთ. მადლობა თქვენი ენთუზიაზმისთვის და ამ ინიციატივისთვის მაგას სულ ვახსენებთ ხოლმე. ძალიან კაი რაღაცა გამოვიდა. საუბრისას უიძახი ხოლმე და აღმოსავლეთ ევროპაში მე რასაც უყურებ ხა ყველგან არ ვარ ნამყოფი, მაგრამ ყველა ფესტივალს თვალს ვადევნებ და ყველაზე დიდი ფესტივალი გვაქვს საქართველოში. ხო, შეიძლება კი თავისუფლად შეიძლება ითქვას. როგორც ბრენდების რაოდენობით, მასშტაბითაც. მასშტაბითაც და ბრენდების რაოდენობითაც, სტუმრების და რაოდენობითაც. წრევანდელი კიდე განსხვავებული იქნება იმ კუთხით, რომ ჩამოვლენ ძალიან ბევრი, ბევრს ვერ ვიტყვი, ბრენდ მაგრამ ამბასადორები. ახალი კომპანიები, რომლებიც არ არის შემოსული საქართველოში და აი ეძებენ ამ საკითხზე მე ვისაუბრებ, ეძებენ საქართველოში ახალ ბაზარს, ეძებენ იმპორტიორებს, თქვენს დაინტერესდებით, სავარაუდოდ სხვა იმპორტიორების დაინტერესდებიან და ჩამოდიან პირდაპირ. B2B შეხვედრებისთვის. პირდაპირ ჩამოდიან თავის პროდუქციით, გააცნობენ პროდუქციას. არის 4 კომპანია ეხა, რომელიც საქართველოში არ არის წარმოდგენილი და ჩამოდიან, გააცნობენ ქართულ მოხმარებელს თავის პროდუქციას. 3 შოტლანდიური კომპანია, ანუ ვისკის სამშობლოდან და ერთი ისევ ლიტვიდან გვეყოლება წინა ფესტივალზე სხვა კომპანია იყო ლიტვიდან, ეხლა სხვა კომპანია ჩამოდის, ისევ ლიტვური ჯინით, ლიტვური ჰერბალ ლიქიორებით და ეს რაღაც დიდი პორტფელით. ხო, ანუ ეგ ალბათ იმ ტრენდის გაგრძელება, რაც მანამდე ვახსენე, რომ განვითარებად ბაზრებზე სტაგნაცია არის და ჩვენი ბაზრები, აი ეს განვითარებადი ბაზრები იზრდებიან ეხლა ყველაზე მაგრად და ალბათ აქ იცილობენ რომ იპოვონ თავისი ახალი ბაზრი, ახალი მოხმარებლები, ახალი ბაზარი. შესაძლებლობა გახსნან ახალი. კი. მაგრამ ეს კარგია ალბათ, ხო? ქვეყნისთვის. ქვეყნისთვისაც ინდუსტრიისთვისაც კარგია რა თქმა უნდა. მაგრამ არ არის ეს რომ აი კონკურენცია და აღარ გვინდა მეტი ახალი ესე როგორ აი ამას არა ის მაგასაც ნუ მანდ ხა ეს არის სადავოა? სადავოა, კი, ხა მე იდეალისტი ვიყავი ადრე, ხა რიტეილმა ცოტა გამოცივ სისხლიანად და ცოტა რეალისტის გამხადა რა. ანუ რეალურად რას მანამდე ვახსენეთ რომ რეგიონში საქართველოს გაცილებით წინ არის ეგ ანუ მართალია, იმიტომ რომ ის ასორტიმენტი რაც აქ ხდება პროდუქციის, ანუ შეიძლება ძალიან განვითარებულ ბაზარზე არ იყოს. კითხულობდი რომ შარშან შევიდა მაშინ ფინეთში ხო მონოპოლია არის სახელმწიფო რა სასმელების და მესკალი შევიდა პირველად. მე მგონი ფინეთი იყო ან შვედეთი, არ მაქვს სკანდინავიის რომელიღაც ქვეყანა რა რომ ანუ შარშან შევიდა მესკალი პირველად როცა მესკალი ანუ 10 წლის წინ იყო აქ ანუ უკვე იყო ანუ ოფტრეიჩი შევიდა პირველად ანუ რიტეილში შევიდა მესკალი პირველად რა მონოპოლიაში ძალიან დიდი შეზღუდვები. ხო, და ანუ ჩვენთან არის 10 წელი, ანუ ხალხი რაღაც ვიეტნამურ ჯინს ნახავ, ტაილანდურ რომს, ანუ ძალიან კარგია. ხო, ყველაც ცდილობს რომ ეს ბიზნესი რაღაც ბოლო წლებში განსაკუთრებით მიზიდველი გახდა ყველასთვის და ყველას ცდილობს რომ რაღაცა ნიშური, მაგრამ საინტერესო პორტფოლიო შეკრას. დიდი პორტფელები ქონდეს. ხო, დიდი პორტფელები კონცენტრირებულია მეტნაკლებად 2-3 კომპანიაში ჩვენთან, ამიტომ აი იმის ნიშური იმდენი ბრენდი არის თან სასმელებში შექმნილი ახლა მსოფლიოში, ყველა სასმელებს ქნის და ну ეს ნიშურ ბრენდებს, საინტერესო ბრენდებს კომპლექტაციას აკეთებენ კომპანიები, პატარა კომპანიები და ანუ პატარა ლამაზ პორტფელებს კრავენ და მე ამაზე მუშაობენ. თუნდაც იყოს კონკურენცია, ჯანსაღ კონკურენცია. ჯანსაღ კონკურენცია ავითარებს ბაზარს, არაფერი ცალსახად. უბრალოდ თემა არის რომ
მოლოდინებიც უბრალოდ ახალ კომპანიებს ჩვენ აი მაგიტომ უფრო ჩვენ რეალისტები გავხდით რომ მოლოდინებს ახალ კომპანიებს სწორ მოლოდინებს ვცდილობთ რომ შევუქმნათ მათთვის ეს შეიძლება რაღაც ის იყოს რა ქვია პესიმისტური იყოს ძალიან დიდი ამბიციით იწყებს მაგრამ ესე არ არის ხო სწორია კი ჩვენც მაგრამ შეიძლება იყოს რაღაც პროდუქტი რომელიც გავარდება რა თქმა უნდა ეგეც შეიძლება იყოს სასახად როგორც ისევ იაგერზე მოყევი კი პლანტკასტში გვაქვს ბოლო შეკითხვა კარგი იქნებოდა თუ კარგი იქნებოდა თუ საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დააფასებდა ხარისხიან კარგ სასმელს და ინფორმირებულ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ სასმელის მოხმარებისას. ესე ვიტყოდი, ეს განავითარებდა როგორც იმპორტულ ბაზარს, უფრო მეტად განავითარებდა ადგილობრივ ბაზარს ჩემი აზრით. ძალიან კაი. ინფორმირებულს ესეც ვიტყოთ, ეს ინფორმაცია ჩვენ უნდა მივაწოდოთ სხვანაირად როგორ იქნება. კი ბატონო, ჩვენ ამაზე ვიმუშაოთ, რომ იყვნენ ინდუსტრიის ხალხმა. ერთად უნდა ვიმუშაოთ. ძალიან კარგი. მაგ საკითხზე. რეზო, ეს უკვე უბრალოდ საუბარი არ იყო, ეს იყო ძალიან კარგი ხედვა იმაზე თუ საით მიდის ინდუსტრია საქართველოში. მადლობა შენი სტუმრობისთვის, მადლობა ამ დროისთვის, რაც ჩვენთან გამონახეთ, გვესტუმრე და მადლობა გულწრფელი საუბრისთვის, მადლობა მსმენელს და მაყურებელს. დიდი მადლობა თქვენ დაინტერესებისთვის, მსმენისთვის. ვისაც მოგეწონათ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, გვიყურეთ ყოველ 4 შაბათს და გაუზიარეთ თქვენ მეგობრებს, ვისთან ერთადაც ერთი დრამის მირთმევა გიხარიათ.